მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. მადლობა მამა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ესე იგი, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის საკითხავების შესახებ, საეკლესიო საკითხავების შესახებ, კონკრეტულად უფრო მეტად ყურადღება გავამახვილოთ სამოციქულო და სახარებაზე, უმთავრესი საკითხავები რაც არის ლიტურგიის დროს. მაგრამ სანამ უშუალოდ აი წმინდა ბრწყინვალე შვიდეულის საკითხავებზე გადავალთ, მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ ეკლესია ზოგადად თავის ლიტურგიკული საკითხავებით, წესგანგებით ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ისიც, რომ ადამიანი განსწავლოს, ეს ეკლესიის ერთ-ერთი დანიშნულება და შეამეცნებინოს ის ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსი, რაც გადმოცემულია ამ ტექსტებში. აი მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე, როდესაც წარმოიქმნებოდა რაიმე პრობლემა ეკლესიაში, არასწორი აზრი, ერესი და ასე შემდეგ და აღიძვრებოდა რომელიმე წმინდანი, რომ ამ ღვთისმეტყველი მამა ამ პრობლემის წინააღმდეგ დაეწერა რაიმე წიგნი, შემთხვევით არ იწერებოდა, ხო, სხვა რა მხატვრული ლიტერატურა არ მომინდა და ეს დაუწერო. პრობლემის წინააღმდეგ იწერებოდა, მიდიოდა მსჯელობა და მე კრებებზე დადგინდებოდა რაიმე სწავლება. აი პოლემიკური დოგმატური ჟანრის ტექსტები ძნელი საკითხავია და ამას განსწავლულობა ჭირდება, ღვთისმსულიერება, ბევრი რამე ჭირდება ერთად, რომ ადამიანმა გაიგოს. ლიტურგიაში შესული უკვე ღვთისმეტყველება, უფრო მეტად აი ჰიმნებით, ლექსებით, გალობებით მუსიკის ფონზე, ამას საგალობლის ფონზე ადამიანის გონებაში უფრო და გულს უფრო ეხებოდა. ეს გრძნობაც ამაში ერთვება და სულიერებას და ამიტომ უფრო ადვილი მისაღები იყო. ამიტომ ლიტურგია ივსებოდა და ივსებოდა დოგმატური ტექსტებით გარდა წმინდა წერილისა და წმინდა წერილის განმარტებებით ამავე დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა იკითხება ლიტურგიას. და ამ თლიანად დიდი მარხვა ხო გვასწავლის ჩვენ კაცობრიობის, ანუ ისტორიას, ადამიანის დანიშნულებას, მიზანს, ღვთის განკაცებას, მე ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის და ყველა კვირის საკითხავი და ბოლოს აღდგომას ადამიანი ხვდება აი ეს გააზრებულად, რომ რატომ მოხდა აღდგომა და მადლიერების განცდა უჩნდება, რწმენა უფრო უღრმავდება და ასე შემდეგ. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრწყინვალე ეს ნების შვიდეული, რაც უშუალოდ აი მაცხოვრის ჯვარცმის წინარე დღეებია. და აი ერთი-ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანი ტექსტებია და რამდენად ღრმა. აი მაგალითად ბზობის წუხზე რო იკითხება, საწინასწარმეტყველო იუდას კურთხევა, სადაც ადამიანი რო ისმენს, რომელმაც არ იცის ბიბლია, ახლოს არ იცნობს და მით უმეტეს განმარტებებს ბიბლიის ეგზეგეტიკას, ძალიან ბუნდოვანი ტექსტია, რომ რა შუაშია ბზობასთან იუდას კურთხევა, ხო თითქოს, რომ იუდა ლეკვილომის ახარ შენ და ას მიწოლებმა მიეძინა. პირდაპირ წინასწარმეტყველება იესო ქრისტესზე. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, აი ერთი-ორი მამას მოვიყვან, რამდენად ღრმა არის. ეს არის სამეფო დინასტია, რომელშიც უნდა იშვას იესო ქრისტე და უშუალოდ იუდაში თავმოვალია, ხო? მაცხოვარი ჯერ დავით მეფსალმუნე და შემდეგ მისი შტოდან უკვე ღვთისმშობელი. ეს ერთი, ანუ მეფობას გამოხატავს აქ ლომი, იმიტომ არის ნახსენები. მეორე განმარტებელი, მაგალითად ყველაზე მკაფიოდ ამას და ყველაზე ვრცლად განმარტავს იპოლიტე რომის პაპი, მოგახსენებათ, იპოლიტე რომაელის განმარტება კიდევ უფრო ესეთი სიმბოლური, ალეგორიული, ლეკვი ლომისა მეფობასაც მიანიშნებს, მაგრამ ამავე დროს ქრისტეს მიწოლებმა მიიძინა, სიტყვები ნიშნავს, რომ საფლავში დაიდება. ანუ ბზობაზე გვახსენებს ეკლესია ჩვენ, რომ ის ვინც დიდებით შევიდა და მესიად და მეფეთ აღიარის, ჭეშმარიტი მეუფეა, მეფობის შთამომავლობითაც და ზეციური მეფეც და სამყაროს მეფეც, როგორც ღმერთი მეუფე, ამავე დროს მიწოლებმა მიიძინა, რომ საფლავში უნდა დაიდოს და მე უნდა აღდგეს მკვდრეთით და ვირზე მშვიდობარე შედის, ანუ ეს წინასწარმეტყველებაც იკითხება, ვირი განასახიერებს იპოლიტე რომაელის მიხედვით, ძველი აღთმის ჯულში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მიაბა ვენახის რქაზე ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი კურთხევაში, ანუ ეკლესიის სწავლებას, ქრისტეს სწავლებას დაუკავშირა და მე იქ ღვინის წვენზია საუბარი, ესე იგი ყურძნის წვენზე, რაც ქრისტეს სისხლს მიანიშნებს და გარეცხა სამოსელს ცოდები ჩამოგვერეცხა მისი ჯვარცმით, ანუ რა ღრმა ტექსტი არის. ეხლა ერთი-ორი მამა მოვიყვანა და კიდე ბევრი კიდე ავსებს ამას სხვადასხვა განმარტებებით. და რა მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ამას ისმენს და მე თან ამას ეძებს და რას ნიშნავს და რატომ იკითხება. ეს ერთი საწინასწარმეტყველო, ეს მთელი კვირა დატვირთულია საწინასწარმეტყველო სახარებებით, სხვადასხვა საკითხავებით, ჰიმნებით, რომელიც გადმოგცემს ჩვენ ამ ყველაფრის ისტორიას. იმდენად ზედმიწევნით ყველაფერი აღსრულდა, და მე ეს ეკლესიაში გადმოცემულია, მაგრამ იმდენად ეს ადამიანი არ უნდა ირწმუნოს თუ ამას სწავლობს გულწრფელად, ან უზაკველი გულით, ასე ვთქვათ. ან არ უნდა უნდადეს რომ დაიჯეროს, აი მეცნიერებას რო თავი დავანებოთ. ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას გულისხმობ და ქრისტეს როგორც რეალურ პიროვნებას. მეცნიერ ისტორიულ წყაროებს და ბიბლიურ არქეოლოგიას, ტექსტოლოგიას და ასე ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. აი წინასწარმეტყველებები როგორ აღსრულდა.
აი მარტო ამის გააზრებაც საკმარისია, რომ ადამიანმა ეს ირწმუნო და დაიჯერო და შეუძლებელი რომ არ დაიჯერო. ანუ არ უნდა გინდოდეს რომ და რატო დაუკავშირე ხას იუსტინე მარტვილი, რომელსაც ამასთანავ ვკითხულობ, გამოიცა ახალი წიგნი ძალიან კარგი. და მადლიერებას გამოხატავ მათ ამ სასულიერო პირების მიმართ, ვინც ეს გააკეთეს ეს წიგნი იუსტინე მარტვილის წიგნები და სხვა წიგნებზეც მუშაობენ. და ტექსტი როგორ იმპერატორს წერს და უხსნის ახლა კარგად იცნობდა იუსტინე მარტვილი წარმართულ სამყაროს მითოლოგიას სხვადასხვა და უხსნის იმპერატორს რომ აი როგორ ახსულდა მაგალითად ზაქარიას წინასწარმეტყველება მაგალითად აი ამდენი საუკუნის წინ ცხოვრობდა და ესე მოხდა და ჩვენ ამის შემსწრენი ვარ და შეუძლებელია ამ იმპერატორმა უნდა დაიჯეროს რომ ეს ჭეშმარიტება დროებნება აი ჩვენ თქვენი მითების გჯერათ ამის გჯერათ ის თუ იმის თუ გჯერათ ამის როგორ არ გჯერათ ნახე როგორი ჭეშმარიტება ეს არის ერთ-ერთი გზა რომ აი როგორ ახსულდა წინასწარმეტყველება და მოვდივართ აღდგომაზე და საინტერესო ახლა რითაც უნდა დავიწყოთ ჩვენ საუბარი აღდგომას იწყება იკითხება უკვე სახარება არა ისტორიული აი ქრისტეს აღდგომასაც მახარებელი მოგვითხრობს არამედ იოანე ღვთისმეტყველის პირველი თავი რომ პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი და მის მიერ შეიქმნა ყოველივე ესე იგი ძეღმერთია საუბარი რომ ის ჭეშმარიტ თანაარსია ღმერთი ერთარსი ხსამების მეორე პიროვნება და ყველაფერი გადმოსა როგორც ჰიმნი თითქოს ხო დოგმატური ჰიმნი ვინ არის იესო ქრისტე და წმინდა სამების შესახებ სწავლება რაც იმდენად მკაფიო სწავლებაა წმინდა წერილში რომ იესო ქრისტეს ღმერთობაზე რასელისტებთან სექტამ რომელსაც 1000 გაუკუმართება აქვს თავის სწავლებებში ესეც კი სახარებაც კი ტექსტიც კი შეცვალა რომ ვერაფერს ვეღარ პასუხობდნენ იმდენად მკაფიო ჭეშმარიტება აი აქედან იწყება უკვე ბრწყინვალე შვიდეულის საკითხები და ეკლესიამ ეს დაადგინა რამდენადაც მე მახსოვს იმიტომ რომ ადამიანმა უკვე ირწმუნა რომ აღდგა ჯვარსეცვა აღდგა და ეს რატო მოხდა გაიაზრა მორწმუნე ადამიანი ირწმუნა მადლიერების განცდა აქვს და ეხლა უკვე სწორი შეხედულება რო ქონდეს ვინ არის ვინც აღდგა ამას გვახსენებს ეკლესია და აღდგომას ამიტომ იკითხება ეს სახარება ივანოს აი ამ სახარებით დავიწყოთ განმარტება ვფიქრობ და შემდეგ ორშაბათი სამშაბათი 60 კილო სახარება რას გადმოგცემს და რას გვასწავლის ამასაც გავამახვილოთ ყურადღება რას თქვენ აღნიშნეთ აი ლომთან დაკავშირებით რომელიც წინასახეა და სიმბოლურია ქრისტესთან მიმართებაში თუ არ ვწდები ეს არის ივერონის მონასტრის მოხატულობა სამკვეთლოს მხატვრობა არის სადაც არის ესეთი იკონოგრაფიული გამოსახულება ყრმა მაცხოვარი არის და ყრმა მაცხოვრის ქვემოთ არის ლომი ასევე ანუ რეალურად განკაცებული ღმერთი როგორც მოციქული ამბობს ღმერთი გამოჩნდა ხორცით და ყრმათაცა ეზიარა ხორცით და მე უკვე სიმბოლური მხარე და ამ ლომის ქვეშ წერია ვითარცა ლომმან მიიძინა ეს მიძინება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აქ საუბარი არის დროებით სამდღე საფლავში მყოფობასთან დაკავშირებით და ის რაც თქვენ ახსენეთ რომ გზაზე გაწოლილა იგი და ვერავინ ვერ წამოაყენებს მას მის მეუფებრეობას ეხება და კარგი იქნებოდა რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანებმა უფრო მეტად იცოდნენ მაგრამ სანამ ამას თვითონ ასე ვთქვათ შეიმეცნებენ და განმარტებას მოძებნიან ჩვენი ვალიც არის რომ ეს განუმარტოთ და კარგია რომ ეს აქცენტი გააკეთეთ თქვენ და ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და ძველი რა თქმა ფაქტიურად რაღაც ისეთი უცნობი ხარი არის სამწუხაროდ. აი ერთი რამე მინდა ვახსენო, აი ალბათ მეც გავამახვილოთ ყურადღებას საუბარში, რომ აი ხანდახან როცა ადამიანი ბიბლიას თითო რო კითხულობს 1000 აზრი უჩნდება, ხო, არასწორი ხა ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი არასწორი აზრი და ბერომის ვერ გავიგებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია განმარტებების საკითხი. მე მაგალითად სემინარიაში სწავლის დროს აი ალექსანდრიელ მამებს ხო ძალიან ალეგორიული განმარტებები აქვთ, რომ ეს წინასახე იყო მაცხოვრი. კირილი ალექსანდრიელი განსაკუთრებით და ბევრს ორიგენესაც მათ შორის და სხვებს ორიგენი არ არის წმინდანი, მაგრამ საი ბევრი რამ შეწყნარებულია მის განმარტებები. და ხანდახან ყოფილა რაღაც პერიოდი ჩემ აი ეს სტუდენტობის დროს რომ გამჩენია ესეთი ეჭვი. რაღაცა თითქოს სკოლის მიმართულება იყო და ყველაფერში სიმბოლოს დანახვა უფრო ისტორიულს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი. მე თვითონ წმინდა წერილს რო დავაკვირდი, თვითონ მაცხოვარი რო ამბობს, მაგალითად იონას სასწაულის მეც ვერ იხილავ, თვითონ მაცხოვარი პირველი განმარტებელი ძველი აღთქმის ტექსტის როგორც სიმბოლური ქმედების, იონა რო სამი დღე ვეშაპში იყო, თვითონ იესო ქრისტე ამბობს, რომ ეს იყო ჯვარცმის წინა სახე. დაარღვიეთ ეს ტაძარი და მესამე დღეს. და მეორე ახლა ჩვენ ალბათ შევეხებით საუბარს, აი მაგალითად პეტრე მოციქული ამბობს, რომ იუდა მოციქულმა შიშთვილი ანუ თავი ჩამოიხრჩა და უნდა გამოირჩიონ მის ნაცვლად სხვა მოციქული მატათას გამორჩევა ხდება ეს საკითხავიც არის ორშაბათს და პირდაპირ ასე იწყებს ქადაგებას საუბარს წმინდა პეტრე მოციქული რომ აღსრულდა წერილი და ფსალმუნებზე მიანიშნებს რომ ფსალმუნებში ნათქვამი ისტორიულად თითქოს დავიცეხება მაგრამ წინასწარმეტყველება იყო მე მამები ამას განმარტავენ და ამტკიცებენ რომ ესე არ მარტო თვითონ პეტრე მოციქული ამბობს ამას ამ კრებას
აი თვითონ წმინდა წერილი განმარტავს ძველ აღთქმას როგორც წინასწარმეტყველურ უწყებას და სიმბოლურ სახელს. იყავ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნუ იყოფინ მკვიდრი მაშინა და მეორე არის მისი ადგილი სხვამ დაიკავოს ესეც ტექსტი. და გასაგებელი მისი სხვამან მიიღოს და მესამე არის რომელი ჭამდა ჩემთანა პურსა ჩემსა მან განადიდა ჩემსა და შეტყუილ. ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამასთან დაკავშირებით რომ ადამიანი ამას გაიაზრებს და დღემდე რომ მართლა დაბა მოხრებისა არის და სისხლის საფასე ეწოდება ამ ადგილს და მართლა ვერავინ ვერ მკვიდრდება და ამის ნახვა რო შეუძლია ადამიანს დღესაც და ამის შეხება, ამასთან შეხება ძალიან მნიშვნელოვანია. რატო გავამახვილეთ ყურადღება ამასთან დაკავშირებით? აი მაგალითად ერთხელ მოსმენდი პოლემიკა იყო მუსულმანსა და ქრისტიანს შორის და ამ ქრისტიანმა რომ მოიყვანა ეს ბიზანტიელი მამები ღვთისმეტყველები რაღაც სამების დოგმას განუმარტავდა და სხვადასხვა საკითხებს მინდა წერილიდან. იმის პასუხი ეს იყო, ეს ბერძნული ფილოსოფიური ისენი განმარტებები და ეს ბიბლიაში არ წერია, მაგალითად წმინდა წერილში არ წერია და სხვადასხვა. და ფაქტია, რომ ეს სათავეს ამ წმინდა წერილის გარეშე არ არსებობს ყველანაირი ეგზეგეტიკა. და თვითონ მოციქულები რო განმარტავენ ამას როგორც სიმბოლურ ქმედებას, ხედავენ საწინასწარმეტყველო წიგნს, რომ ეს წინასწარმეტყველება იყო ამაზე, ეს წინასწარმეტყველება იყო ამაზე. პირველი განმარტებლები თავად მოციქულები და უშუალოდ მათ ხო არის უპირველეს განმარტები. ამიტომ ეს არის რაღაც თავის მართლების პოზიცია იყო რა ის ბერძნული ეს არის. რეალურად მართლა ყველაფერი ამდენად ღრმა არის და როგორ განმარტავს წმინდა წერილს ამტკიცებს ამას. ჩვენ ახლა უშუალოდ შევეხოთ იმას, რაც თქვენ ახსენეთ იოანეს სახარების პირველი თავი. მე იმ პირველ მუხლებს აღარ შევეხებით, იმიტომ რომ თქვენ უკვე განმარტეთ, მაგრამ აქ ერთ-ერთი აი ისეთი ასე ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო უწყება და ტკივილიანი რომელიც არის და რომელიც ჯვარცმას უკავშირდება ასევე ამას შევეხები და რა თქმა უნდა ჯვარცმინდა გამომდინარე აღდგომას. სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. აი ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია კაცობრიობის შეიძლება ითქვას. აი მე ვეცდები რომ ესეთი მოკლე ამონარიდები წავიკითხო. ანუ სამყარო შემოქმედია ღმერთი და მის ქმნილებასთან ადამიანთან მოვიდა, ხატი მონისამი იყო, როგორც მამები ამბობენ და როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, რაც ვახსენეთ, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, მაგრამ მათ იგი არ შეიწყნეს. ანუ უმრავლესობა კაცობრიობისა მას არ იღებს და არა მარტო არ იღებს, არ აქვთ ესეთი ნეიტრალური დამოკიდებულება, მხოლოდ არ ვიღებ, ბუნებრივია ვერ იქნება. არა მარტო არ ვიღებ, არამედ აი აქ თუ დავაკვირდებით აი ამ საკითხავებში ეს არის შაბათის საკითხავი, ეს შაბათის საკითხავში თვით იოანე წინასწარმეტყველის მოციქულებიც კი ამბობენ რომ რაბი რომელსაც შენ ნათელეცი ესე ნათელს წემს და ესოდენიერი შეუთქმას, ანუ ეს სიტყვები ესოდენიერი შეუთქმას ჩვენ ვიცით ძველი აღთქმის ძმთავრებისგან. მწიგნობრებისგან, ფარისევლებისგან, რომლებიც შიშობენ და ღელავენ იმის გამო, რომ არ დაკარგონ მრევლის წევრები რეალურად. აი ესეთივე დამოკიდებულება, ოღონდ ეს ლოგიკურია, რატომ აქვს იოანეს ნათლისმცემლის მოწაფეებს ეს დამოკიდებულება. ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას. მათ თვითონ იხილეს საკუთარი თვალით, როგორ იღო ნათელი სიმდაბლით ქრისტემ იოანესაგან, ანუ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ მათი მოძღვრისაგან და ფაქტიურად ისინი ქრისტეს იოანესთან მიმართებაში უმრწემესად მოიაზრებენ, იმიტომ რომ ნათელი იყო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ის ციდიადე რომ ესე არს აღსრულება, ესე ჯერ არს აღსრულება ჩვენდა და ნუ იქნება ამის დაყენება და დამყოვრება, რომ ნუ იტყვი უარს ჩემი ნათლის ღების საქმის აღსრულებაში, როდესაც უფალი ამ სიტყვებს ეუბნება, ეს როგორც ჩანს არის რაღაცა პირადი დიალოგი და მე ერთმა ორმა მოციქულმა იცოდა ამის შესახებ და მე სახარების სწავლებაში გადმოგვეცა ჩვენ, მაგრამ ფართოდ ესე არ არის ამ დიალოგის შესახებ ცნობილი იმ დროისთვის მოწაფეთა შორის, ამიტომ ისინი გულწრფელები და მართლები არიან. მათი მოძღვარი არის ასე ვთქვათ, დომინანტი იმ დროისთვის იოანე ნათლისმცემელზე მაქვს ლაპარაკი, ის არის პირუთვნელი, ასკეტი ადამიანი, რომელიც გასულია საერთოდ ამასოფლის არეალიდან, მონაზვნურად ცხოვრობს, მთელი ცხოვრება იტვირთავ ქორწინებლობა, მოდიან მასთან ჰეროდიანელები, ანუ პოლიტიკურ რელიგიური ფრთის წარმომადგენლები, ამ ადამიანებთან პირუთვნელად ამხელს მათ, იქედნეთან აშობს უწოდებს, ანუ არაფრის არ ეშინია, თავგანწირული ადამიანია და იესო ნაზარეველი, რომელსაც ასევე მოწაფეები ყავს და რომელიც ასევე რაბი, ანუ მოძღვარი და
ასე ვთქვათ, მასწავლებელია, მას ნათელსა იოანე. აი აბსოლუტურად ლოგიკურია მათი ამ ფონზე, რასაც ახლა ჩვენ ვახსენებთ, ამ ფონზე იმის თქმა, რომ უკვირთ იესოსთან დამოწაფებული ადამიანების სიმრავლე, მის მიერ ნათლისღება და რასაც იოანე ამ თავში მთლიანად განუმარტავს მათ, რომ ის არის სიძე, რომ მე ვარ მეგობარი სიძისა, რომ სიძეს უხარია ქორწილის ხმის გაგონება, მათ ეს არ ესმით. ესეც იგავური სახის მეტყველება და ისინი არიან დაბნეულები, მორჩილი ბუნების ადამიანები და პირველი რამაც განაპირობა შეიძლება ითქვას მათი ქრისტესადმი დამოწაფება, ეს იყო მათი უმოძღვრო დარჩენა. როდესაც შეაყენა იოანე ჰეროდემ საპყრობილეში და თავი მოკვეთა, ამის შემდეგ უმოძღვროდ რჩებიან და მიდიან ქრისტესთან. გარდა ამისა კიდე არის ერთ-ერთი განმარტება, რომ როდესაც მოწაფეებსვე აგზავნის საპყრობილიდან იოანე ნათლისმცემელი ქრისტესთან და ეკითხება, რომ შენ ხარა მომავალი, ანუ სხვა სამოველოდეთ, ანუ მესია ხარ თუ არა, ამის შესახებ დამოწება, როდესაც უნდა მოისმინონ ქრისტესაგან, ეს პასუხი რა თქმა უნდა ნათლისმცემელს არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ნათლისმცემელი უკვე თავს კი არ წირავს, თავი გაწირა უკვე ამისთვის და ძალიან გულსატკენია, რომ აი ასეთი დიდი ადამიანი ნათლისმცემელზე მაქვს საუბარი, ასეთ ბანალურ გარემოებას ეწირება, ანუ რაღაცა ნადიმს, მემთვრალეობას და რა თქმა უნდა სიმართლის და მხილების გამო არის იგი მოკვდინებული, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანი, როგორც ნათლისმცემელი იყო ამ მიზეზით და ამ გარემოებაში, კიდევ ერთი უსამართლობა ეს, ისე როგორც ესაია წინასწარმეტყველის გარდაცვალება და იმ სიკვდილის ფორმა, როგორც იგი იქნა მოკვდინებული და ძალიან ბევრი ადამიანის ასეთი გარდაცვალება კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ თითქოს ეს არის ეშმაკის ბოლო შურისძიება ასეთ დიდ ადამიანებზე, თუ დავაკვირდებით. ამიტომ მაცხოვართან მიმართებაშიც მსგავსი იყო. მაცხოვარს მაინც თლად ადამიანების კატეგორიაში რომ ვერ მოვიაზრებ ხოლმე ადამიანებს, ამიტომ ვამბობ. ხშირად აი წინასწარმეტყველთა აღსრულება, სიკვდილით დასჯა უკავშირდება ერთ-ერთ უნებას, ეს არის აი შურის ესე ვთქვათ, შურის განცდაც. ზმისკვლელი ცოდვა რაც არის. მაცხოვართან მიმართებაში ხო იყო ეს შურის განცდა, ფარისევლთაგან სხვადასხვა მსგავსება ესეც არის. ერთი პირველი თავი არის საქმე მოციქულთასი, ერთი მამონარიდმით ასევე წავიკითხო. უშუალოდ რა ხდება ქრისტეს აღდგომის შემდეგ. აი აქ არის ძალიან მოკლედ ნათქვამი. მოციქულებზეა საუბარი, რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი შემდგომად ვნებისა თვისისა, მრავლითა სახითა. რა თქმა უნდა, თქვენ ეს გესმით, რასაც უბრალოდ მსმენელისთვის განმარტავ, რომ აქ საუბარია იმაზე, რომ ჯვარცმის შემდეგ მრავალი ფორმით, მრავალი სახით, მრავალი ნიშით ეჩვენებოდა მოწაფეებს 40 დღეთა ეჩვენებოდა მათ და ეტყოდა სასუფევლისათვის ღმრთისა. ანუ კუდრეთით აღდგარი მაცხოვარი ისევ განსწავლის მოციქულებს, ისევ სასუფევლის შესახებ აუწყებს და თანა ექცეოდა მათ და ამცნებდა იერუსალიმით ნუ განეშორებით. აი ეს იერუსალიმით არ განშორება, ანუ იერუსალიმის გეოგრაფიული საზღვრების არ დატოვება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გაგებით, რომ არ უნდა დატოვონ იერუსალიმი, ანუ საქადაგებლად ჯერ კიდევ არ უნდა წავიდნენ, იმის გამო, რომ მათზე სულიწმინდის მადლი არ არის გარდამოსული. და წმინდა იოანე ოქროპიერი ამბობს, რომ როგორცო ბრძოლად განმზადებულნიო, სწავლენო სამხედროებზე ლაპარაკობს პირდაპირ, როგორცო სამხედროებიო, საბრძოლო, ასე ვთქვათ, მოქმედებას აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ყველა სწავლებას თუ წვრთნას გაივლიან და სათანადო მომზადებას გაივლიან, ამის შემდეგ მიდიან ისინი საომრად. ხო, ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ყველასათვის ცნობილი რამაა. ამას იხსენებს იოანე ოქროპიერი და ამბობს, რომ აი სწორედ ასეო სულიერი ბრძოლისთვისო ისინი ემზადებოდნენო. და აი ამ სწავლების, აი ამ სისავსის შემდეგ მათ მიეცემოდათ საშუალება, რომ წასულიყვნენ და ექადაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორ ეუბნება უფალი ამ ქადაგების შესახებ მოციქულებს, რომ რაღაც რამოდენიმე პატარა, ეხლა ზეპირად არ მახსოვს, ტოპონიმებია ნახსენები, რომ თქვენ წახვალ და იქადაგებთ გალილეაში, სამარიაში და მერე არის ვიდრე აღსასრულამდე ქვეყანის. ანუ ეს არის რაღაც გრადაცია
რომ ეხლა მე დავითნეს რომ უთხრათ რომ დღეს წირავთ საირმეზე, ხვალ წირავთ ისანში, ზეგ წირავთ მუხროვანში და მე კიდე სადღაც სხვა ქვეყანაში. აი დაახლოებით ესეთი რამა. ანუ მოციქულებს უცებ არეუბნება რომ თქვენ ყოველთა სოფელთა დამოზღვრელი იქნებით. ეს მათი გონებისთვის დაუტევნელია. ანუ ჯერ ისინი უნდა შეეგუონ იმას რომ უფალი მათი ამაღლდება მიუხედავად იმისა რომ იგი აღდგა მკვდრეთით. ანუ ფიზიკურად ის 40 დღის მანძილზე ვერ აქვთ გააზრებული რომ ქრისტე ჯვარს ეცვა. აი დაახლოებით რა მდგომარეობა იცით ამ 40 დღის მანძილზე როცა ქრისტე მათ ეჩვენება განსწავლის და რაც ახსენეთ სასუფევლისათვის ცათას აუწყევდა მათ. ის ყველა ტკივილი, ის შიში, ის შევიწროება, პეტრეს მიერ სამგზის უარყოფა, გასამართლება, მსჯაური, გოლგოთისკენ მიმავალი გზა, ქრისტეს ჯვარცმით აღსრულება, ყველაფერი ავიწყდებათ. იმიტომ რომ ფიზიკურად მაინც მათი მოძღვარი გვერდითა, მაინც მოულოდნელად ნახავენ, მოისმენენ მის ქადაგებას, შეჭამს მათ წინაშე. უამრავ ძალისხმევას აღასრულებს ქრისტე, რომ ისინი გაამტკიცოს, ანუგეშოს და ისევ მოამზადოს. ამიტომ საინტერესოა კიდევ ისიც რომ რასასწავლიდა ამ პერიოდში მაცხოვარი ამას წირად გადმოგცემს ახალი აღთქმა. წმინდა წერილი ძალიან ცოტა ისინი მუხლები არის, არ არის ცელი საუბრები რასასწავლიდა, იმიტომ რომ ეცხადებოდა და დიდხანს რჩებოდა მათთან. და კლიმენტე ალექსანდრელის გემახსოვრებათ მამა პატროლოგიაში გავიარეთ კიდევაც ერთ-ერთი კლიმენტე ალექსანდრელის დაკარგულ წიგნად მიიჩნევა, იმიტომ რომ არ არის აღმოჩენილი, მაგრამ თვითონ ასახელებს რომ ამ წიგნში თავის წიგნს როგორც საკუთარ ხელით აწერილს. ეს არის ეპოქა, როდესაც მოციქულთა უშუალო მოწაფეები იყვნენ, მაშინ მოძღვრები და ეპისკოპოსები და მათგან გამოიკითხა, აიღო ინფორმაცია, რომ აი მოციქულები რას ყვებოდნენ, როცა ეცხადებოდა ზეპირ საუბრისას, რაც ჩაწერილი არ არის, რომ ასასწავლიდა ქრისტე მათ და ეს ინფორმაცია შევაგროვე და დავწერე ერთ წიგნად. რამდენად ისეთ მნიშვნელოვანი წყარო იყო, მაგრამ როგორც ეკლესიაში ბევრი მიუთითებს, ალბათ იმას ასწავლიდა, რაც მე მოციქულებმა იქადაგეს ხომ და დატოვეს სწავლება. და ასევე ხო, ანუ ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ რაღაც განსაკუთრებული და თუნდაც ეზოთერული რასაც იმათ ეთყოდა და არა ყოფილიყო, არ დაიკარგებოდა ეს წიგნი, ხო ალბათ, მაგრამ რადგან აი აქ კიდე ლუკასა და კლეოპასთან, როდესაც ემაუსთან უვიდოდა, ეს სახარებაც არის ამ საკითხავებში. ძალიან საინტერესოა ის, რომ მათი ასე ვთქვათ გამოფხიზლება სულიერი იწყება ამ დიალოგის კვალობაზე მაშინ, როდესაც ქრისტე იწყებს განმარტებას. და ისინი ამბობენ, რომ ანუ არა გულნი ჩვენი განხურებული იყვნენ, საერთოდ იგი გამოგვითარგმანებდა ჩვენ წიგნით. აი ეს არეალი, სამხადაგებლო არეალი ქრისტესათვის, მოციქულებისათვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ძველი და ახალი აღთქმა. ამის დაკავშირება, აი ის რაც თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ იუდა არის შემთხვევით ხსენებული, რომ იუდა ამ შემთხვევაში იუდა შტო და იუდა სიმბოლო ლომი დაკავშირებულია ქრისტესთან, მის მეუფებრიობასთან, სამდღე დროებით მიძინებასთან, ანუ საფლავით, ვთქვით აღდგომასთან. ასეთი უამრავი, ეს არის ის სტილისტიკა შეიძლება ითქვას, რომელიც უშუალოდ ქრისტესგან ვიცით ჩვენ რაც ასევე ახსენეთ იონასთან მიმართებაში, ასევე ნოეს იხსენებს, რომ როგორც ნოეს დროს იყო ადამიანები იქორწინებდნენ და განქორწინდებოდნენ, ასევე იქნება მეორედ მოსვლის დროს. და იონა წინასწარმეტყველის გარდა სხვა სასწაული არ მოგეცემა თქვენ. ანუ აი ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც მოწაფეებს ჯერ კიდევ მოციქულებს მოწაფეობის პერიოდში არ ესმით. ამის გააზრება, აი თუ ჩვენ დავაკვირდებით, კიდე ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ამ საკითხავებისა, სახარებისეული საკითხავებისა, თეოლოგიური გადააზრებაც სხვა ფორმატში გადადის ქრისტეს ამაღლების შემდეგ, იმიტომ რომ მოციქულები ძეღვთისაზე ამახვილებენ ყურადღებას. და აი მაგალითად ლუკას და კლეოპასთან ერთად, როდესაც ემაუშინა თანა უვიდოდა, რომელი იყო ძლიერი სიტყვითა და საქმითა. იქ არ ამბობენ, ვერ აღიარებენ ჯერ ქრისტეს ღმერთად. აი ამის აღიარება თომას მხრიდან ამიტომ არის სულიერი გმირობა, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ხარ. რა თქმა უნდა, აი თუნდაც იონას მიერ დაშვებული შეცდომა, რომ იგი მიდის სხვა ქვეყანაში, თუნდაც ის გაკვირვება, რომელიც იაკობმა განიცადა მესოპოტამიისკენ მიმავალ გზაზე, რომ აქაც ყოფილა ღმერთიო. აი ამ ორ დიდ ადამიანს, იონას ამ შემთხვევაში და ასევე იაკობ მამამთავარს არ აქვს ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი გარეშე მოუწერელი და ყოველგან მყოფია.
ეს შესაძლოა ხა ესე დაზუსტებით როგორც იაკობთან და იონასთან მიმართებაში ვამბობთ ვერ ვიტყვით მაგრამ აბრაამსაც იგივე წარმოდგენა აქვს ეს წარმოდგენა იმემკვიდრევა იაკობმა აბრაამისაგან თავისი ბაბუისგან იმიტომ რომ როდესაც აბრაამი მკვიდრდება მამრეს მუხნართან მამრე მე მეგონა მხოლოდ პიროვნების სახელი ნუ მამული შეისყიდა ამ მე პატრონის ერქვა მამრე და ბუნებრივია ესე ისტორიულად ტოპონიმს დაერქვა ეს სახელი სინამდვილეში მემრა არის ებრაული სიტყვა რაც ნიშნავს გახმოვანებას აი ადამს ათხარ როდესაც ნებისმიერ მოსე წინასწარმეტყველს აბრაამს ყველა დიდ ადამიანს უფალი ეზრახება. აი ამ გაზრახსახთო გაზრახების ადგილი არის და რომ არა სარწმუნოება, რომ არა წმინდა წერილისეული დამოწმება, ну ვიღაცა იფიქრებდა რომ ეს არის შიზოფრენიის დიაგნოზი, იმიტომ რომ ხმა გესმის. მაგრამ ამ ხმას ისმენს არა მარტო აბრაამი, არამედ ყველა მონოთეისტი ადამიანი. აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ აბრაამის ერთ-ერთი სახლი კაცი არის ელიაზარი, რომელიც მიდის მერე და ისააკის მაგივრად წინდავს რებეკას. ეს ელიაზარი მარტო, ასე ვთქვათ, ქონებრივი და ბიზნეს მოკავშირე კი არ არის, რომ ერთად სხვარი დამწყემსონ და საზოვრები გაიყონ. არამედ მთავარი მათი იდეა, ისევე როგორც აგარის გამოსვლა ეგვიპტიდან და მისი მხევალი ქალი, როდესაც ხდება აგარი. აგარი მართალია მერე ცდილობს, რომ სარა ჩაანაცვლოს და ეს არის მისი გარდამტეხი ასე ვთქვათ შეცდომა და მისი შვილის კადნიერება ისმაელის რომელიც იაკობთან მიმართებაში იჩენს უსიყვარულობას თავის ძმასთან ნახევარ-ძმასთან დაკავშირებით ეს არის გარდამტეხი რის გამოც ისინი ტოვებენ აბრაამის კარავს ანუ აბრაამის სამყოფელს და რჩებიან ამის მიღმა მაგრამ იქამდე აგარი ერთი ღმერთის მადიდებელია იმ მონოთეიზმიდან გამოდის რომელსაც ეგვიპტური მრავალღმერთიანობა ქვია ასევე ელიაზარიც არის ერთი ღმერთის მადიდებელი და ყველა ეს ადამიანი აბრაამთან ანუ აბრაამი არის პირველი პირი რომელიც ღვთისნების მაუწყებელია დაახლოებით მამრეს მუხნარი არის სინასმთა აბრაამისთვის ანუ იქ მიდის უფლისნებას მიიღებს მოისმენს ამის მერე მოქმედებს ასევე არის მოსე ასევე არის სხვა დიდი წინასწარმეტყველები ყველა წინასწარმეტყველი ერთი და იგივეს ამბობს ამას იტყვის უფალი ანუ მე ესაია იერემია ეზეკიელი კი არ ვამბობ რამეს არამედ როგორც წინასწარმეტყველი უფლისნების მაუწყებელი. ამიტომ აბრაამიც იმიტომ მკვიდრდება. აი ამ სიდიადის პარალელურად არის რაღაც ისეთი თეოლოგიური ცოდნის არ ცოდნა იმ დროისათვის, რომელიც ჩვენთვის გასაკვირია. დღეს ყველა სემინარის პირველი კურსის სტუდენტმა იცის, რომ ღმერთი ყოველგან ყოფია, ყველა კატეხიზმში წერია, გარეშე მოუწერელია და მე მგონი მისაღებ გამოცდაზე ამას აბარებენ და ამის მერე იწყებენ ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მიღებას. ანუ დღეს ეს თეორიულად ვიცით ყველა, ფაქტიურად. მაგრამ პრაქტიკული, ემპირიული გამოცდილება არის სხვა რამე. და აბრაამი მკვიდრდება იმის გამო, არის ერთ-ერთი მოსაზრება განმარტებაში, რომ მან არის ის რომ ღმერთი მას სხვაგანაც გაეზრახება. არა მხოლოდ აბრაამის მუხნართან, არამედ აი თუ დავაკვირდებით აბრაამი სულ მიგრირებს, გამოდის ქალდეველთა ურიდან, სარას ეუბნება რომ მივდივართ იქ სადაც ღმერთი გვაუწყებს, კონკრეტულად არის ის და სულ ასეთ გადაადგილებაშია. ერთადერთი დამყოვრება, ასე ვთქვათ, ანუ სტაბილურად გაჩერება აბრაამისა დაკავშირებული არის ტოპონიმთან, რომელიც არის აბრაამის სამკვიდრებელი, ანუ მამრეს მუხნარი. იმის გამო რომ ფიქრობს რომ ეს არის ადგილი სადაც ღმერთი დამელაპარაკება და მელაპარაკებოდა აქამდე. ბუნებრივია სადაც გამოცხადება ხდებოდა ხოლმე გამოცხადება ის ადგილი განსაკუთრებულად წმინდათა იაკობის სიზმარი მაგალითად კი ხილა სიზმარი ესე ხილვა ხო სიზმრის და აქაც ყოფილა უფალი ოქროს იაკობს და აღმართა ესე სამსხვერპლო ხო იმ ადგილას და ზეთი დაღვარა ზეთი იყო მაშინ იქ რაც თან ქონდა აბრაამს შესაწირად აქცია მაგრამ მის ხო არ აპირებდა რომ ქვა აღემართა ხო არ იცოდა რომ უფლის გამოცხადებას ნახავდა ანუ ზეთი იყო ერთადერთი აი სწრაფად ენერგიის აღსადგენის საშუალება როგორც ღვინო და წყალი და რაღაც პურის ნატეხი ანუ მისი ერთადერთი საგზალია ლაბანამდე ანუ დედის ძმის სახსანამ მიახლება და ის როგორც დედაკაცი ყველაზე უკანასკნელს გაიღებს რაც კი მას ჰქონდა და უფალი მოწაფეებს ეუბნება რომ ამან ყველაზე დიდ შეწირაო ასეთივე შესაწირს აკეთებს იაკობი მან არის ის რომ წინ რა დასახლება შეხვდება რა გზა პირველად მიდის ამ გზაზე ზეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება თუ არა ანუ ანატომიურად გამტკიცდება თუ არა არის ის რაც აქვს ფაქტიურად საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებს და იმ ერთადერთ წირავს ღმერთს და
და საღვრელი და ქვის აღმართვა იყო ღვთისადმი პატივისცემა, აღმართა ქვა და ღვრის ზეც ღვრის ეს ხო ღმერთმა არ მოთხოვა მას რომ ასეთი რამ გააკეთე. შეიძლება მხოლოდ ქვა აღემართა, ამითაც პატივს მიაგებდა ღმერთს. მაგრამ მასში არსებული ღვთისმსახურება რაც იყო, მისი სული როგორც სათნო ეყოფოდა ღმერთს და აი ეს სული არის ასე ვთქვათ იმ სულის თანაზი არის, რომელიც აბელის ნათავარობას უკავშირდება. აბელიც ხომ წყემსია და უამრავი ფარა ყავს, მაგრამ ის უბრალოდ რაც ხელში მოხდება, იმას კი არ წირავს, არამედ საუკეთესოს წირავს. ნათავარ, ამიტომ იწირავს ღმერთი აბელის მსხვერპლს. ამიტომ მიუხედავად მისი ასე ვთქვათ უმრწემესობისა, ანუ პირველად რომ დაიბადა ესავი და მეორე დაიბადა იაკობი, მიუხედავად ამ ქრონოლოგიისა, პირმშობას მაინც იაკობი იღებს, იმიტომ რომ ამ სულის მემკვიდრეა. პირველი შვილი კაენია, მაგრამ აბელი არის ნათავარი შემწირო. ანუ ამ რიგითობას ხრო რომ ყველაზე უმრწემესი დავითია იესეს ზეთაგან, მაგრამ უფლის კურთხევა მასზე. ანუ ამას ნიშნულობა არ აქვს, უფალი მერე სახარებაში ამბობს წინანი უკანა და უკანანი წინა. მოციქული ამბობს უაზნონი გამოირჩინა უფალმა რაითა არ ცხვინოს აზნაურთა. აზნაურობა ამ შემთხვევაში არის პირმშოობა, ანუ პირველად დაბადებული ადამიანის პატივი, რომელსაც არანაირი ღვაწლი არ აქვს, მხოლოდ იმის გამო რომ პირველი დაიბადა უნდა მიეცეს კურთხევა. ეს ასე ახსენეთ და იაკობის მაგალითი. სხვადასხვა ახლა თემიდან გადახვევა, მაგრამ რახან აბრაამი ახსენეთ და ელიაზარი დამასკოველი ადრე წინა შეხვედრაზე თქვენ ახსენეთ. ისააკს როცოლი უნდა მოუყვანოს ელიაზარმა, მაგრამ გაგზავნის თავის ესე ვთქვათ სამშობლოში, ხო? აბრაამი, რომ იქიდან მოიყვანოს ჩვენებური თვალი, ასე ვთქვათ, მისი ნათესავი. აქ საინტერესო იყო, მე არ მქონა ყურადღება გამოხვილებული, თქვენ გამახვილეთ ყურადღება ამაზე, რომ ისააკი როდესაც ხვეპლად უნდა შეწიროს, აბრაამს აყავს. ესე იგი, იმხელა ადამიანური განცდა აქვს ამ შემთხვევაში გადატანილი. ალექსანდრიელი ამბობს ამას. ხო, არ მახსოვდა, არ მქონა ესე ვთქვათ, წაკითხვა. რომ ამის მეტი დიდი საქმე ვეღარ აღასრულა. დრო, ესე იგი, ცოლის მოყვანაც კი ელიაზარს დაავალეს, რომ ცოლი მისთვის მოიყვანა და მერე ნუ ნახა და შეუყვარდა და დედამისის გამო ის გაუნუქარდაო, ის ტკივილიო. დედა ახალი გარდაცვლილი იყო ამ შემთხვევაში სარა, მაგრამ რამხელად დიდი პირო რამხელად რაღაცა აქვს გადატანილი 13 წლის ასაკში, ეს ხო ფაქტურად არ წერია ბიბლიაში რომ მან ეს მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ ხო პატარა ბავშვი არ არის, ვერ მიხვდა. ეკითხება, აჰა, ცეცხლი და შეშა, სადა არ ზვარაკი. ამის გადატანის შემდეგ აბრაამისთვის ეს რამხელა ის იყო ხო გამოცდა. ადამიანური რამხელა პიროვნებები არიან და თან როგორი ადამიანური სენი ჩანს ბიბლია რომ არაფერს არ მალავს, როგორი მნიშვნელოვანია ეს. თუნდაც არას ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ურწმუნოება, როდესაც სანამ ისააკი დაიბადება, ეუბნება გაზაფხულზე ნისანის თვეში 3 სტუმარი, რომ გეყოლება წლეულს ამ დროზე ძე და სარას ეცინება. და აბრაამს ეკითხება, რა იყო რომ შენმა მეუღლემ გაიცინა კარგი, ანუ დაფარულ მწოდნეობას ამჟღავნებს ეს 3 უცნაური სტუმარი, რომელიც იმპერატიულად ლაპარაკობს. აბრაამი როცა ეუბნება, რომ აჰა შენი მსახური მოვა, ჩემი მსახურები ფეხს დაგბანენ და ასე ვთქვათ, ნათავარს დაგიკლავ, ისინი რას ეუბნებიან? გააკეთე რასაც ამბობ. ძალიან იმპერატიული პასუხი არის და მოკლე. საინტერესო საკითხი იყო კიდევ იმ გადაცემაში შეეხეთ თქვენ ასევე ისააკთან პარალელურად მის ძმას ისმაილს, რომელიც არის მამამთავარი მთელი არაბების, ესე ვთქვათ. და ისმაილს რომ არ უყვარს ისააკი და თითქოს აწვალებს ერთობა მის. და წინასწარმეტყველება ისმაილთან დაკავშირებულ ყველას ხელი შენ წინა აღდგ და შენი ხელი ყველას წინა აღდგ და ყველას ხელი შენ წინა, ანუ ყველა ძმას დაუპირისპირდები შენ ერთი და ყველა ძმა და ძმები ამ შემთხვევაში არიან ეთნარქები, რომლებიც ცალკეულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, დაგიპირისპირდებიან შენ. დიახ, წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ მაშინ გაამახვილეთ ყურადღება ხასიათზე, აი ბავშვობიდან რომ მოყვება ადამიანს. რომ პატარა ძმით ესე ის არსეს რო და საისრი მანძილზე და ანუ აწვალებდა ერთობოდა და ეს მაშინ გართობა ძალიან საშიში იყო, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. ხო და ეს ძალიან საინტერესო თემა იყო, ბავშვობიდან ზოგიერთ ადამიანს ბევრი რამ ეთყობა, ხო, როგორი როგორი პიროვნება, რა ხასიათია. მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით წერია, რომ ბიბლიაში შემთხვევით არ ახსენებს ამას, ხო, ამის ის იყო ღვთის წინაშე, ანუ სიყრმიდგანვე მკვირცხლი იყო. ამ მკვირცხლობაში გულისხმობა ის, რომ ის ღვთის ნების აღსრულებისაკენ ისწრაფოდა, სწრაფად ისწრაფოდა. დინამიური მოქმედება იყო მის სულიერებაში და მახასიათებელი ძალუმის სწრაფო ღვთისკენ. ეხლა მე მინდა დაუბრუნდე კიდე ერთ საკითხავს, ეს არის ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე, პარასკევის 60 ქულუარი, ძალიან მოკლე და მნიშვნელოვნად არის ნახსენები უფლის ღვაწლის შესახებ. თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისა მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა.
და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რა. უფრო გავშლი მსმენელისთვის. ეს 60 ეკითხება ხოლმე ღვთისმშობლის დღესასწაულებზე კიდევ. კი, რა თქმა უნდა. და სხვა შორის ესე არის დასათაურებული აქ ღვთისმშობლისა, კი, მე-5 თავის, მე-11 მუხლი. პირველ რიგში აქ იგულისხმება კენოზისი, ანუ სრული დამცრობა, უკიდურესი სიმდაბლე ღვთისგან გამოვლენილი. თავი გამახსენდა სემინარიაში სწავლობ საკურსო მქონდა, მაგ თავთან დაკავშირებით და გამახსენდა ხა ღვთისმშობლის დასასწავლი. თავი თვისი დაიმდაბლა და უпростоრად თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისა მიიღო. ანუ მონაში ამ შემთხვევაში ადამიანი იგულისხმება, რომელიც მისი ქმნილება და რომელიც გამოსახსნელადაც აღასრულებს ყოველივე სუფალი. მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი. ანუ სრული მსგავსება, როდესაც ახსენები აქ რაღაცა მიმსგავსებულობა კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ის არის ღმერთის სრული და კაცის სრული, სრულად მიიღო ადამიანური ბუნება, ასევე წმინდა მამა სვიმეონ მეტაფრასტი ამბობს, რომ ყოვლით ურთ მიიღო თვე ჩვენი წმინდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, ანუ სრულად იმემკვიდრება ადამიანური ბუნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან და ერთ-ერთი მოსაზრება ამიტომაც არის, რომ დავითის ძე, ამიტომაც ეწოდება, რადგანაც დავითის შტოდან იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე. ანუ აი ეს სიმდაბლე იმდენად დიდი იყო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბაგაშიშობას, ასევე ფერხბანას მოციქულების ფერხბანა იგულისხმება და სხვა მრავალი სიმდაბლე რომელიც მან აღასრულა, ყველაზე დიდი და გამოუთქმელი და გასაოცარი მაინც იყო სიკვდილამდე დამორჩილება. და სიკვდილითა ჯვარისაითა და დაკონკრეტებულია, როდესაც სხვა ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომელიც უპირისპირდება ეკლესიის სწავლებას, სახარებისეულ გადამოცემას, რომ ეს არ ყოფილა ჯვარი, რომ ეს იყო ძელი და ასე შემდეგ. აი აქ არის სტავროს ნახსენები ბერძნულ თარგმანში, ანუ ჯვარი და აკონკრეტებს მოციქული, თითქოს მათი სულიერი ჭრეტა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა მოსალოდნელ საფრთხესაც კი მოიაზრებდნენ, რა შეიძლება ყოფილიყო მერე წინააღმდეგთა მხრიდან ნათქვამი. აი როგორც კარგი მშენებელი საფუძველს ისე გათვლის გეოლოგიური ანალიზის, კვლევით, სიმყარით, გრადობით, მედეგობით, აი ასევე ისინი თითოეულ სიტყვას ღვთისმსულიერად წარმოთქვამენ. შეიძლება და ითქვა, რომ დაუშვათ ეთქვა მოციქულს, რომ დაიმდაბლა თავი თვისი ვიდრე სიკვდილამდე. და აქ დამთავრებული იყო, მაგრამ აკონკრეტებს როგორი და რომელი სიკვდილი და რომელი სასჯელით აღესრულა მისი სიკვდილითა ჯვარისაითა, ამისთვისა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთა ეს უფრო ის ყოველთა სახელთაისა. რაითა, რომელი სახელია, ხო ბუნებრივია, ვინც პირველად კითხულობს, მე უჩნდება კითხვა, რა ქვია მას? იესო ქრისტე. და ნახეთ როგორ არის, რა თქმა უნდა, თქვენ იცით უბრალოდ მაყურებლისთვის ვიტყვი. რაითა სახელითა მიმართ იესო ქრისტესითა ყოველი მუხლი მოდრკეს, ზეცი სათანი, ქვესკნელი სათანი და ქვეყანის სათანი და ყოველმან ენამან აღვაროს რამე თუ უფალი იესო ქრისტე არ სადიდებელად ღმრთისა მამისა. აი ხო არის ესეთი აზრი, რომ მაგალითად რომ იყოს მხოლოდ უძღებიშვილი ზიგავი, ამით შევძლებდით სახარების გადაგებას. აი ამითაც ეს არის აი მრწამსის დონეზე რაღაც ისეთი მასშტაბის მქონე სიტყვები, ისეთი მოწმობა, ისეთი მოკლეა, ისეთი კონკრეტული. თორემ აი ამ და მსგავსი სხვა ტექსტებისა გამომდინარე, ანუ სამოციქულოს და სახარებაში, აქედან მომდინარეობს უკვე ის დებულება და ის ასე ვთქვათ მუხლები მრწამსში, რომელიც მამათა მიერ არის ეკლესიის სისავსისგან დამეწმებული. თავის პირველი განმარტება სამოციქულოა ფაქტიურად და პავლე მოციქულის ეპისტოლე ფაქტიურად განმარტებასაც წარმოადგენს. ესე მნიშვნელოვანია სამშაბათი დღის საკითხავ თუ სწორად მახსოვს მოციქულების გამორჩევა ხდება ამ დროს, რომ პეტრე მოუწოდა ანდრიას და მერე ნათანაელი მოყავთ ნათანაელი და აჰა კაცი რომლისთან არ არის ზაკვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. და ვინაიმიც მე რო ეკითხა. ხო, ვინაიმიც და მერე გიხილა ვიდრე პირველად ხვდებოდა. ამის შესახებაც ხომ არ გავამახვილოთ ყურადღებას. ძალიან კარგია ეს რომ გამახსენეთ. მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ესეთი დიალოგია, რომ ფილიპესთან მიდის ნათანაელი, პირიქით ფილიპე მიდის ნათანაელთან და ეუბნება ესეთ სიტყვებს, უპოვეთ მესია. ნაზარეთით. ეს დაკონკრეტება იწევს მე, ასე ვთქვათ, კრიტიკულ ანალიზს.
ეს კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია და ნათანაელი ამის მაგალითია. ნაზარეთით შესაძლებელი არ საკეთილისა რა ისამე ყოფა, იგი ბუნებრივი ეკითხება, რომ ნაზარეთი არაფრით გამორჩეული არა. კი ბატონო, ერთადერთი რაც მე ხა მახსენდება, ერთადერთი უწყება, წინასწარ უწყება, ანუ წინასწარმეტყველება იყო, რომ ნაზარეველ ეწოდებოდა, ნაზარეველ ეწოდოს. ასევე იყო ნახსენები, რომ ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემს ამისთვის აღვამაღლო იგი და მე მგონი ნაზარეთთან დაკავშირებით მე პირადად ერთი მახსენდება, რომ ნაზარეველი ეწოდებოდა მესიას. მაგრამ როგორც ჩანს, შეიძლება ეს იცოდა ნათანაელმა, შეიძლება იმდენად არაფრით გამორჩეული იყო ნაზარეთი, რომ არ იყო მისთვის ბევრი რამის მთქმელი და ლოგიკურად ამბობს ესეთ კითხვას, ნაზარეთით შესაძლებელი არ საკეთილისა რა ისამე ყოფა და რა სიკეთეს უნდა მოველოდოთ ჩვენ ნაზარეთისგან და მით უმეტეს მესიის განკაცებას და მესიის წარმოდგომას ამ წიაღიდან. და ეს არის ძალიან კლასიკური და სამაგალითო მაგალითი, რას ეუბნება ფილიპე მას. არ იწყებს პოლემიკას, არ იწყებს მტკიცებას, დარწმუნებას, ეუბნება მოვედ და იხილე. აი ჩვენი პოზიცია ეკლესიის სწორედ ასეთი უნდა იყოს, რომ გაინტერესებს ძველი აღთქმა, განგიმარტავ, გაინტერესებს ახალი აღთქმა, გაეცნობის სწავლებას. არაფრის მტკიცება არ არის აუცილებელი, რომელს აასხენ ყურნის მენად ისმინენ. და დამთავრდა. ერთი რამ მნიშვნელოვანი კიდევ მაქვს. აქ ნათანაელი რეალური პიროვნება ხო მოციქული, რომელიც განასახიერებს ამავე დროს ძველი აღთქმის პიროვნება, ძველი აღთქმის ეკლესიასაც. ესე იგი, ჟურში მცხოვრებ ადამიანს. ხო ეუბნება, რომ გიხილე ლეხვს ერთ-ერთი განმარტებით, ერთი მხარე განმარტებით. ხო, ლოცულობდა პირდაპირ მას ეუბნება, რაც აღსრულდა, როგორც ყოვლის მხედველი ამას ბუნებას გამოამჟღავნეს ამ შემთხვევაში ქრისტე და ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ამის ერწმუნა რომ ეს არის ალბათ მესია და მეორე განასახიერებს ძველ აღთქმასთან როგორც წიგნობა არის ანუ ცოდნე ჟულის და იმიტომ და მომლოდინე მესიის ველოდება ნაზარეთიდან შესაძლებელია ნაზარეთიდან კეთილისა რაიმისამე ამიტომ კითხულობს რომ ის მცოდნია და ელოდება მესიას ეს ერთი მაგრამ ახა ჭეშმარიტი ისრაელი რომელსაც ამ ქრისტე ამბობს ხომ ასე რომლისათანა ზაკვა არ არის ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ერთი არის ისიც საჭირო არის რომ წმინდა წერილს ანუ ჟულში მცხოვრები იყო ესეთი იყო ესე ვთქვათ მართალი ადამიანი იყო მორწმუნე ადამიანი იყო და თან ეძებდე ამას ღმერთს მაგრამ ზაკვა არ უნდა გქონდეს შენ აი მზაკვარი არ უნდა იყო თუ მზაკვარი არ ხარ ერთ-ერთი წმინდა მამა მიუთითებს რომ რადგან მზაკვარი არ იყო პირდაპირ ღმერთმა ამხელა რაღაც განუცხადა რომ შენ იხილავ აღმავალზე ზეცად ანუ პირდაპირ განუცხადა მისი მესიობა რომ ის არის ჭეშმარიტი მესია და განკაცებული ღმერთი რომ იხილავ ხა შემდეგში უფრო დიცნახავ რადგან ეს ირწმუნა ხო მას ეუბნება რომლისათანა ზაკვარა ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რაც ახსენეთ წეგა რომ ყველაფერის უწდომა არ და მტკიცება არაფერს არ ჭირდება და ადამიანი ისედაც ირწმუნებს თუ მასში მზავრობა არ არის და გულწრფელად მაძიებელია ღმერთის მაძიებელი როცა გულწრფელად ამის მაგალითი არის თავად ნათანაელი სამ შემთხვევაში. და მე არის პასუხი ვინაი მიციმე, ესეც ძალიან ლეგიტიმურია შეიძლება ითქვას და ლოგიკურია, რომ ადამიანი პირველად ხედავს მეორე ადამიანს და ეუბნება ძალიან ღრმა ზნეობრივ დახასიათებას ისმენს უფლისაგან, რომ რომლისათანა ზაკვა არა არის და ესეც ლოგიკურია, რომ საიდან იცი ეს და ის პასუხი რომ პირველ ფილიპეს ხმობავდა იყავრა ლეხვსაქვეშე გიხილე შენ ეს ამას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი თუ გიპასუხებს რომ შენ იყავი განმარტოებული უდაბნოში ძალიან ცხელო და დიდი ალბათობით ეს იყო ლეღუსულელი ანუ თავისით ამოსული უდაბნოს ველური ლეღვის სადაც თავი შეაფარა და ლოცულობდა ისევ როგორც აყიროს იონამ და აი ესეთი რაღაცები ღმერთმა იცის მარტო ვინ სად არის განმარტოებული როგორც დაუშვათ ესავის და იაკობის დაახასიათებაში რო არის ესავი არის მონადირე ველადმავალი ადამიანი იაკობი არის მყუდრო და კარავში მცხოვრები ადამიანი აი ამ მყუდრო ადამიანების დაფარულში რა ხდება გულში რას ლოცულობს ესე თუ ქამი არ ხარ და არ შეხვალ კადნიერად მამის კარავში არ იცი რომ ნოე შიშველია და მთვრალია ხო აი ამ კარავი არის ის ლეგიტიმური სივრცე ასე ვთქვათ სენაკი სადაც ადამიანს ღმერთთან განმარტოების გაშიშვლების და გულწრფელობის საშუალება ეძლევა და აქ რა ხდება მარტო ღმერთმა იცის ამიტომ მივიღო რომ გიხილე ლეხვსაქვეშე და ეს იყო მისთვის საკმარისი ეს არის პასუხი და ბეჭედი იმისა რომ ღმერთია მის თუ არა ღმერთმა რომ მე ლეხვის ქვეშ ლოცულობდი იმიტომ ეს ხო ისტორიული ფაქტიც არის რომ ეს ლეხსულელს ხშირად გავდენ ხოლმე გზების პირებზეც
გზავრებისთვის რომ შეესვენათ. იმდენად დიდი ჯიშია სურათებში, მაგრამ ნახეთ ძირითადად ისე არ დაგვირგვებულ. რომ როგორც განმარტებლები მიუთითებენ 50 აქლემს შეეძლო დიდი ლეგვის ქვეშ. ფართო თიშლება განეს როგორც მინდორში მუხა რო არის გაშლილი სივრცეში ხო ესე იშლება ძალიან დიდი ჭრილი აქვს მას, იმიტომ რომ ვიწროთ როცა ხეები ახლოს არის, მაშინ ვერტიკალურად მიდის და ტოტები ერთმანეთს უშლის ხელს და როცა სივრცეა გარშემო ძალიან დიდად იშლება მუხას მსგავსად, ესეთი დაბალი ტოტები აქ აი მათე მეზვერე რო ძრება იმაზე რა ქვია ლეღვსულელზე აძრა როგორც სახარება მოგვითხრობს ხო ლუკა მახარებელი დაბლიდანვე იწყება მისი ტოტების გაშლა, ადვილი ასასვლელი არის და დაბალი კაცის ადვილად შეიძლება ძალიან დაბლა ქონდა მეტრაზე, მეტრანახევარზე პირველი ტოტები გაშლილი და მე ზევიდან ადვილი იყო მასზე ასვლა და ზევიდან გადმოხედვა რომ ქრისტე ეხილა. იმდენად დიდი ხე არის, ნაყოფი მისი ცოტა მწარე არ არის იმდენად, მაგრამ 4ჯერ იკრიფებოდა, იმდენად 4ჯერ ისხამდა. თუმცა რაღაც ველური ჯიში არის, მაგრამ ჭრდილის და თან კარგად ხარობს იმ უდაბნოში და მშრალ ადგილებში და სპეციალურადაც გავდნენ ხოლმე, როცა მოგზაურობდნენ გზებზე, რომ ის ყოფილიყო ერთ-ერთი ოაზისი, რომ შეესვენათ ჭრდილში და აქლემების დაესვენებინათ და თვითონაც დაესვენათ. ეთყობა ასეთ თქვენ აღნიშნეთ, ალბათ რომელიმე განმარტებაში მითითება, რომ ასეთი ლეგვის ქვეშ ლოცულობდა. და ეს ლოცვა იცის ღმერთმა და ქრისტე რომ მიუგებს, რომ გიხილე შენ, ეს მისთვის საკმარისი გახდა. მაგრამ ეს რომ იხილო ღმერთი და ირწმუნო, უზაკველი უნდა იყო, როგორც მასზე მიუთითებს ქრისტე. რა თქმა უნდა. ჩვენი დრო ამოიწურა, მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისათვის, მნიშვნელოვანი საუბრის განმარტებებისათვის. ჩვენ მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი იაკობ მუჯირი. დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.